მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მურიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი ექსპრეს გაშლის თემა იქნება თქვენი სურვილი. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი, რა გზები შეიძლება გამოინახოს, ან რა რჩევა შეიძლება მოგცეთ ტარო იმისთვის, რომ ასრულდეს თქვენი სურვილი. გვექნება 6 ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს, ვისაც შეიძლება 2 ან მეტი სურვილი აქვს, შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტზე სხვადასხვა თქვენი სურვილი ან მიზანი ჩაიფიქროთ და ვნახოთ, რას გვიპასუხებს ტარო. სამ დავიწყებ გაშლას, შეგახსენებთ, რომ ვისაც უნდა ჩემთან პირადი კონსულტაციის გავლა, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, ნომერზე 511131818 წერთ WhatsApp-ში ან Viber-ში. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშ ასე დავიწყოთ, გვაქვს 6 ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. აი ესე გვაქვს 6 ვარიანტი. დავამატებ მე ქვებსაც, დავდებ მინერალებს. პირველზე გავაკეთო ცოდოლიტი. მეორეზე იყოს მთის ბროლი, მესამეზე იყოს პირიტი, მეოთხეზე იყოს ვარდისფერი კვარცი, მეხუთეზე იყოს ფირუზი და მეექვსეზე იყოს ამეთვისტო. აი ესე მე მგონი ყველა კარგად ჩანს. ცოტა დროსაც მოგცემთ, იმიტომ რომ ვარიანტები ბევრია. ესე უბრალოდ რომელიც დაგიძახეთ ყველაზე მეტად აირჩიეთ და ვნახოთ რა პასუხებს გვეტყვის ტარო. დავიწყოთ, ხო, მე მგონი საკმარისი დრო იყო, დავიწყოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია პირიტი. მთავარია ახლა მე აქედან ეს გამოვაძვრინო. როგორმე, აი ასე. ჩემო კარგებო, განსაკუთრებით თუ პირად ცხოვრებას ეხება თქვენი სურვილი. ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება. ვისაც აქვს სურვილი, რომ დაუჯახდეს ოჯახის შექმნას, ან თუნდაც რაღაცა პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხომ? ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი პარტნიორი, საქმესთან დაკავშირებით პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი, მოკლედ პარტნიორობასთან დაკავშირებით თუ რაიმე ჩანაფიქრი არის, ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება და ვნახოთ რასთან არის დაკავშირებული, ანუ რა რჩევას გაძლევთ ტარო, მოთმინება, დეტალებში ჩაღრმავება და არ უნდა იჩქაროთ აქ, ხო? იმიტომ რომ აი ეს ჭეშმარიტება, რომელიც სადღაც სიღრმეში არის დამალული, რომელსაც შესაძლოა ჯერჯერობით თქვენ ვერ ხედავთ, ის აუცილებლად არსებობს, აუცილებლად არის, გამოჩნდება და აუცილებლად გაიხსნება აი გზა თქვენი სურვილის ასრულებისკენ. განსაკუთრებით თუ ნებისმიერ სახის პარტნიორულ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, თქვათ, 2 ადამიანი რაღაცას ერთად გეგმავს და გინდათ რომ გამოგივიდეთ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სურვილი უშუალოდ თქვენ უნდა გეხებოდეთ და რა თქმა უნდა თუ ეს პარტნიორულ ურთიერთობებზე არის და ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, იქნება ეს პირადი თუ სამსახურებრივი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისი სურვილიც უნდა იყოს ეს. ესეც გაითვალისწინეთ. თუ მისი მხრიდან, პარტნიორის მხრიდან ამის სურვილი არ არის, თქვენი ძალდატანებით აქ არაფერი და თქვენი მეცადინეობით და თქვენი დიდი შრომით მაინც არაფერი არ გამოვა. აუცილებლად რა თქმა უნდა იყოს ორმხრივი აქ სურვილი. თუმცა აი ეს სურვილი რაც არ უნდა იყოს პირველ ვარიანტში, რაც არ უნდა იყოს ჩაფიქრებული, ყველა შემთხვევაში ასრულდება და თქვენ ამას იზეიმებთ. უბრალოდ ტარო გეუნებათ, რომ დრო, მოთმინება მოითმინეთ და ნუ ჩქარობ, ნუ იქნებით სულსწრაფი, რაღაცა ციკლი უნდა დასრულდეს, სრულდება თქვენთან რაღაცა ციკლი და სწორედ ახალი ციკლის დაწყებით ასრულდება თქვენი სურვილი. აი ესეთი მშვენიერი პირველი ვარიანტი იყო, ჩემო კარგებო. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტთან გვაქვს მთის ბროლი, რა ხდება ვნახოთ ახლა აქ.
რა ხდება ეხლა აქ და რა ხდება ეხლა აქ. იცით რა არის? ამ სურვილის ასრულება ძალიან დამოკიდებული არის. აი პირველ ვარიანტში იყო საუბარი, რომ მოთმინებაო, ხო? ძალიან ბევრი არის დამოკიდებული თქვენს რწმენაზე, თქვენს იმედზე, რა ენერგიას ჩადებთ ამ სურვილის ასრულებაში. ხო? აქ შეიძლება დაგეხმაროთ მეგობარი, შეიძლება იყოს მეგობრის დახმარება, მაგრამ თავარი რა არის, არ უღალატოთ საკუთარ თავს, იმისთვის რომ ასრულდეს ეს სურვილი, არ უნდა უღალატოთ საკუთარ თავს, არ უნდა უღალატოთ მიზანს, რომელიც გაქვთ დასახული და არ უნდა გადაუხვიოთ გზიდან, არავითარ შემთხვევაში. ასეთ დროს სურვილი ნამდვილად შეიძლება რომ ასრულდეს. ასევე აქ არის თქვენს გვერდზე ქალბატონი, ეხლა მამაკაცები ვინც მისმენენ თუ რაღაც ქალბატონთან დაკავშირებით გაქვთ ჩაფიქრებული, არ ვიცი, მოკლედ შეიძლება რომ თანხმობა მიიღოთ მოკლედ ქალბატონისგან. მამაკაცები ვინც მისმენენ, ხო, აქ შეიძლება ქორწინებაზე და ოჯახებაზე იყოს თანხმობა. რაც შეეხება საერთო პასუხს, ხომ, აქ ყველა შემთხვევაში, დახმარება ქალისგანაც შეიძლება იყოს, დახმარება შეიძლება მიიღოთ მეგობრისგან, მეგობარი ქალბატონისგან, ან შეიძლება ვიღაცა საქმის მცოდნე არის, გააჩნია რას უკავშირდება თქვენი სურვილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის აქ რა, რომ არ დაკარგოთ რწმენა, არ დაკარგოთ იმედი და თქვენ დასახულ მიზნამდე მიხვალთ აუცილებლად მიაღწევთ იმ საწადელს, რაც გაქვთ ჩაფიქრებული და დაგებით გამარჯვებით. მშვენიერი მეორე ვარიანტი, სულაც არ მინდა რომ რაღაცა ესეთი პასუხები ამოგვივიდეს ხოლმე, მესამე ვარიანტზე გადავიდეთ. მესამე ვარიანტზე გადავიდეთ, პირიტი. ის შრომა, ის ძალისხმევა, ის ენერგია, რაც თქვენ ჩადებით თქვენ სურვილში, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ძალიან დიდი ენერგია მიდის. გონიათ რომ დაკარგული ხართ, აი მესამე ვარიანტებს გონიათ რომ უკვე შეიძლება არაფერი აღარ გამოვიდეს, რომ დაიკარგნენ მათი სურვილი სადღაც სამყაროში გაიფანტა, დაიკარგა და აღარ არის ასრულებადი და აი იცით როგორ შინაგანად ხართ არეული და დაბნეული, ვერ პოულობთ გამოსავალს, არ იცით როგორ მოძებნოთ გასაღები ხო იმ კარისკენ რომელიც თქვენ სურვილს ასრულებს, თუმცა აქ იმხელა ენერგია არის ჩადებული, იმხელა ძალისხმევა არის ჩადებული თქვენი მხრიდან, რომ ეს აუცილებლად შემოგიბრუნდებათ. ასევე შეიძლება აქ საჭირო იყოს მამაკაცის დახმარება. ეს პირად ურთიერთობას ეხება მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ძალიან მკვეთრად ამოდის აქ რაღაცა თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, რომელიც პირადი ურთიერთობის დაალაგებას უკავშირდება, პირადი ცხოვრების აწყობას. ვიღაცა შეიძლება პარტნიორს ეძებს, ხო, უნდა რომ მის ცხოვრებაში პარტნიორი გამოჩნდეს. მთელი ცხოვრების სიყვარული გამოჩნდეს. ვიღაცა შეიძლება არეული აქვს ხო რაღაც ურთიერთობა და უნდა რომ ეს ურთიერთობა დაალაგდეს. დაალაგდება ეს ყველაფერი კი ეხლა აბნეული ხართ, ლაბირინთში ხართ, მაგრამ გამარჯვებით დადგებით. ძალიან დიდი ენერგია არის ჩადებული აქ. აი ეხლა უკან დახევა ნამდვილად ზედმეტი იქნება. ანუ აქ რას გვეუბნება, ხო? რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული, როგორ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ ეხლა და რაც არ უნდა შორს იყოთ იმ მიზნისგან, რომელიც გაქვთ დასახული, ხო? უკან დასახევი გზა თქვენ არ გაქვთ, იმიტომ რომ სულ ცოტა აკლია გამარჯვება, სულ ცოტა აკლია საწადელის აღთენას, ამიტომ უკან არ დაიხიოთ. აი ასე. შემდეგ, მეოთხე ვარიანტი, ვარდისფერი კვარცი, ნახოთ რა ხდება. თქვენ სურვილთან დაკავშირებით. თქვენ სურვილთან დაკავშირებით ელოდეთ სიახლეებს, თქვენ სურვილთან დაკავშირებით ელოდეთ სიახლეებს. პირველი, თუ ეს უკავშირდება, მაინც მე კი გაგაფრთხილეთ, რომ არ ჩაიფიქროთ ისეთი რაღაცა, რაც უკავშირდება სხვა ადამიანს, მაგრამ თუ ჩაიფიქრეთ, მაგალითად, შერიგება ადამიანთან, რომელიც დიდი ხანი არ გინახიათ, ან შეხვედრა ესეთ ადამიანთან, ან მოგზაურობა, ანუ რაღაც აი შორგზაზე წასვლა წამოსვლის ამბავი არის, ხო, თუნდაც გადაადგილება, ემიგრაცია, დაბრუნება ემიგრაციიდან, ხო, მსგავსი რაღაცები აუცილებლად იქნება ეს. ყველაფერი, რაც არის გზასთან დაკავშირებული.
დაკავშირებული, რაც დაკავშირებული არის წასვლასთან და დაბრუნებასთან დაკავშირებული სურვილები. ეს სურვილები ყველა ახდენადიათ ან ახალ ამბებსაც გაიგებთ აი ამ თქვენ სურვილთან დაკავშირებით. და სხვათა შორის აქ კიდევ იქნება იცით როგორი რაღაც აი დახმარებას მიიღებთ არა კონკრეტულად თქვა შეიძლება ფიზიკური პირისგან ადამიანისგან კი არა აი თითქოს რაღაცა სამყარო გაძლევთ მინიშნებებს თითქოს თქვენ შინაგანად გრძნობთ რომ აი საიდან მოდის მინიშნებები საიდან მოდის აი ეს გამხნევება და ფარხმას აყრით ხო ასევე თქვენი სურვილის ასრულება შეიძლება დამოკიდებული იყოს ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს არის თქვენგან, ძალიან შორ მანძილზე არის თქვენგან, ხო? და აი ესეთი ადამიანი დაეხმაროს თქვენი სურვილის ასრულებას. თუმცა სიახლეები იქნება იმათ ვისაც აი რაღაცა კონკრეტულ საქმესთან, კონკრეტულ მიზანთან დაკავშირებით გაყინული არის, სტაგნაციაში არის, ხო, რაღაცა არ იძურის საქმე წინ არ მიდის, ხო? აქ ცვლილებები იქნება აუცილებლად, სიახლეები იქნება აუცილებლად და თქვენც რაღაცნაირად განაახლებთ კიდევაც გზას თქვენი სურვილის ასრულებისკენ. აი ესეც მეოთხე ვარიანტი. გადავიდეთ ახლა მეხუთე ვარიანტზე. მეხუთე ვარიანტი გვაქვს, რა გვაქვს? ფირუზი. ნახოთ რა ხდება აქ. აბა მეხუთე ვარიანტებს იქეიფიათ. თქვენი სურვილი ასრულდება. რო დავასრულო აქ ხო შეიძლება. თქვენი სურვილი ასრულდება. და თქვენ გახართ გამარჯვებული, თქვენ გახართ წარმატებული. მეხუთე ვარიანტი პირდაპირ დავასრულებ აქ. რაღა დავამატო? აი მითხარით რაღა დავამატო. რჩევა ერთადერთი რაც შემიძლია მოგცეთ დაისვენეთ, იგრიალეთ, იმხიარულეთ, იმიტომ რომ იცოდეთ რომ თქვენი სურვილი ასრულდება. აი ესეთი ამბავი არის აქ. აქ დასამატებელი არაფერი არ არის. და მეექვსე ვარიანტი ამეთვისტო. მეექვსე ვარიანტი. რა ჩაიფიქრეთ ესეთი სახთან დაკავშირებით, უძრავქონებასთან დაკავშირებით, ოჯახთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს, ხო? ძალიან სწრაფად მოხდება ყველაფერი. მოსავლის აღების დრო მოდის თქვენთან. მოვლენები თქვენ სრულთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად განვითარდება. ასევე ელოდეთ, შეიძლება მათ შვილების დაოჯახება იყოს, ქორწინება თუნდაც თქვენი, ну, აი არ ვიცი, ის რაც ჩადეთ იმაში, რომ თქვენი სურვილი ასრულებული იყო, ეხლა მოსავლის აღების დრო არის. კარები გაიხსნა და ну აი აქ დამხმარე შეიძლება იყვნენ ისევ და ისევ თქვენი ოჯახის წევრები. თუ ვინმესგან შეიძლება რომ დახმარებას ელოდოთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის წევრები. აქ იცით როგორი რაღაცაა, თითქოს ბავშვობის ნაწრის ასრულება ხდება. ხო, აი ან პატარა ბავშვი გინდათ რაღაცა, პატარა ბავშვობით ოცნებობთ და გზები გაიხსნა. აი ამას გვეუბნება ტარო. რომ თქვენი სურვილისკენ შეიძლება მართლა ეს არის იცით როგორი სურვილი აი მართლა ძალიან დიდი ხანია რომ გაქვთ და ბავშვობიდან ხან დაგავწყათ მე ისევ აი ახალი ძალით აღიდგინეთ მე ისევ აი რაღაცა თლად ბოლომდე მივიწყებას არ მიეცა თუმცა ხო რაღაცა სულმდმა არ ფიქრობდით ამაზე მაგრამ არასოდეს არ გშორდებათ ხო აი რაღაცა მოდის წარსულიდან რაღაცა დიდი ხანია თქვენთან ერთად აი რაღაცა აი ეს სურვილი თითქოს თქვენი ნაწილი გახდა ხო აი როგორც ბავშვობის ნატრა და რო გეუბნებათ რომ გზა გაიხსნა რომ თქვენთვის აი დადგა მოსავლის აღების პერიოდი შესაბამისად თქვენ შეძლებთ რომ აისრულოთ თქვენი აი ეს რაღაც სანუკვარი რაღაც სანატრელი ოცნება და სურვილი გილოცავთ მშვენიერი ძალიან კარგი ვარიანტები გამოვიდა კარგია რომ რაღაც ძიმე რაღაცეებზე არ მომიწია საუბარი ყველას გისურვებთ სურვილების ასრულებას, თქვენი ოცნებების, თქვენი ნატრების ასრულებას, რა თქმა უნდა, თქვენ სასიკეთოთ, სხვა ადამიანების სამყაროს სასიკეთოთ. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.